დღეს განსაკუთრებული და გამორჩეული დღე გვაქვს. გურიაში კი ვიმყოფებით, მაგრამ ავდივართ ბახმაროში და ბახმაროს გზას ისე ვერ გაივლი თუ ზურიბიძიასთან არ გაჩერდი. ეს სასჯელიც არის და საჩუქარიც არის. მოკლედ ზურიბიძიასთან უნდა გაჩერდე და რატო არის სასჯელი და საჩუქარი მაგასაც გეტყვით. ეს არის 9 წყარო. აი ხედავთ 9 წყარო გადმოედინება კლდიდან და ამიტომ დაერქვა ბავშვობიდან მახსოვს ერთხელ ძალიან ცივი წყალი მოდის აქედან და იქიდან დავამახსოვრდა ამის დალევა ბოლომდე ვერ შევწელი და ეხლა ზურიბიძიასაც გაგაცნობ და ისიც მოგვიყვება თავის ჯადოსნურ მეთოდებს როგორ ატარებს აქედან ხალხს ბახმაროში და უკანა გზაზე როგორ ემშვიდობება. წავედით. ზურიბიძია, გაფერხართ. ვარ ნენელაც ჯანზე. აგერ მოვედი და მოკლედ ხალხს სანამ აქ მოვედოდე, ყველაფერი უთხარი რაღაცები უნდა გვასწავლო. კი ბატონო. ავლა, ჩავლა, როგორ ხდება შენთან, ეგ ყველაფერი უნდა გითხრა და გვასწავლო ხრიკები.ავლისათაც მისალმებით იწყება ძმა. ხო. შავლითაც დამშვიდობებით და დაგემშვიდობები. კიდე რაღაცა ხრიკები გაქვს შენ. სასჯელები გაქვს. სასჯელები ხუმრობაა ძმა. ვინც პირველათაა და არ იცის. ხო. მოსახვევი უნდა გითხრა, საიდანაც ცხოვრობს. თუ ვერ მეტყვის ერჭიქა წყალთალებს, ერჭიქა არახს მიაყოლებს, ჩვენ ვეტყვით რამდენია. ხო. რაოდენობას. ვინც აწი წამოხვალთ ბახმაროსკენ, მოემზადეთ, იცოდეთ, იმეცადინეთ, რომ რამდენი მოსახვევია მაგალითად თბილისიდან აქნამდე. კი ბატონო. და უნდა დაითვალე. მაგრამ თუ ერთს დაითვლით, ისეთი კარგი სასჯელი აქვს ზურიბიძიას, რომ არც მაგაზე დარჩებით ის. რაზეა საუბარი? ზურიბიძიამ კიდე მითხარი რაღაცეები ახლა. შენ ამბებზე მომიყევი, შენ ოჯახზე რა საწარმოებთ, რამდენი ხანია აქ ხარ? მე ცხოვრებას მივსდევარ, მებოსტნეობას მივსდევარ. ზემოთ ხო, ზემოთ კი. თაშიც და ბარშიც. ძირითადად. ჩვენ ნაწარმს აკვასაღებთ საზოგადოება მიირთმევს. კარგად გიცნობს ყველა, მოკლედ ვიცაების შაირის ყველა მიცის. 30 წელია აქ ვართ, გვიცნობს ყველა. მაგარი ბრენდინგი და მარკეტინგი აქვს. აი, ცხეთის შესახვევიდან, ხო, მაგალითად. აი ამ ტერიტორიამდე რამდენი მოსახვევია? ამ ტერიტორიამდე. მე სავარაუდოდ ვერ გამოვიცნობ. პირდაპირ დაგნებდები და პირდაპირ სასჯელზე გადავალ დიდი სიამოვნებით. ერთი ჭიქა ცივი წყალი უნდა მიირთვა. 9 არა წავალ 9 წყაროს წყალი. რა თქმა უნდა. რომელიმე არის ისეთი განსხვავებული ცხრიდან? არა, ნიშნულობა არა. ნიშნულობა არა. ერთ მოყუდებაზე უნდა დავლი. რა თქმა უნდა, შევსვენებ. მე რომ მოვალ არახს მახვედრებ. კი ბატონო. მე პასუხს გეტყვი. ბატონო. ერთი მოყუდებით ნახოთ აბა. რა თქმა უნდა. ბავშვობაში მახსოვს რომ ძალიან ცივი იყო და იმის მერე ან მე გავიზარდე და გაუძლებ. ან იმედია ეს ოდნავ გათბა. აბა ჩაგაბარო თუ გჯერა ჩემი. მიდევ ჯერა. აუ, გაუძელი. მართლა გასაძლებია. აბა სასჯელით. ჩაათბოს იქნებ სასჯელმა. აბა ახლა ჭკვიანური თქვი, აბდულურს ჩვენს ვლაპარაკობ. ხო, გურული და აბდულურის გარეშე გურული არაა და ჭკვიანურს იმას ვიტყვი რომ შენ გაგიმარჯო, შენ ოჯახს გაუმარჯოს და ამ გზაგასაყარს გაუმარჯოს, რომელზეც შენ გახარ და აკეთილშობილებ ამ ადგილს. გაგიმარჯოს. აგერ გავიცანით ხალხი მელექედურიდან არიან, მელექედურში ჩვენ იმდენი რამე გვაქვს გადაღებული. ვინც გვიყურებთ, გიორგის ჩხაიძეებთან ვიყავით, მოცზე ვიყავით, პლანტაციაში ვიყავით და აგერ მელექედურის წარმომადგენლებიც აგერ დავხვდეთ. მოკლედ მაგრები ხართ მელექედური. კარგად იყავით, ერთმა ხელი მოგიმართოთ, რა სულ ყოფილიყავით. ცოცხლი. კარგი და გამარჯვებული ხარ ხელი ცხოვრება. კაი ხარ.
ეხლა ამან უნდა ჩაათბოს ის გაცემა. კი, რა თქმა უნდა. ეს ცივი წყალი იმის ნიშანი იყო, რომ როცა სახლში დალევ წყალს გაგახსენდებით სიმსრუდალ. ხო. აი იმისთვის იყო, მაინც. ზაფხული გარანტირებული არის, რომ სულ მე მახსოვრები. ზამთარში რა მოგახსენე? კაი იყო. რა ეხა ბახმაროში ეწვიმება თუ მითხი? არა მგონია. კითხავ თუ ისურვებ წყოლებს. ხო, ძალიან კაი. კი ბატონო. ახლა წავალ შენინებართვით ბახმაროში და დრო თუ დაგვრჩა, აუცილებლად მინდა გესტუმრო მობრძანდით. ვიცი რომ კაი რაღაცეებს აკეთებ. კი ბატონო. გზის ნაწარს და მეცხოველობას მისდებ. მოკლედ დიდი ხნით არ გემშვიდობები, უკანა გზაზე მაინც უნდა გნახო და მობრძანდით, არ არის საუბარი. რას? იაღლიჭაც. ჯერ არ გექნება მე მგონი ნაჭამი. კაი, იქნებ ბახმაროში. აი, ორან ორ. სმეტანაში, სმეტანაში მოზელილი ჭადი. სმეტანა აი უფრო თუ ნაღებისკენ გადის. კაიმარი. ნაღები. ნაღებს ვეზარ. მეც ეგრე. ბავშვობა და აი კაიმარი საიდაში არ ფესაზე არ. ნაღები. აბა წარმატებები. ბედნიერი გზა წარმატებები. გელოდებით მობრძანდი. უთქვენოთ ვერ გავივლი ამ ადგილს და ასე რომ დიდი ხანი არ გემშვიდობ. კარგი, დღეს ცოტა ავდარი შეხვდა, მაგრამ იმედია რომ მაგასაც თავისი ხიბლი აქვს გურიაში. კი ბატონო. დროებით აბა. ამოვედით ბახმარში და ჩანს კიდევაც ყველაფერი ჩემს ზურგს უკან და მინდა ვთქვა როგორც გურულმა ყველა გურულის სახელით რომ ყველა გურულისთვის ბახმარო არის ცალკე სიამაყის წყარო და ბლატაობისაც კი ასე შეიძლება ითქვას იმიტომ რომ ყველა გურული ვინც არ უნდა გააჩერო და კითხო ბახმაროთი აუცილებლად იამაყებს და ჩვენც გადავწყვიტეთ რომ ამოსულიყავით ბახვიდან ბახმაროში და გაგვეკეთებინა ესეთ ველურ შედარებით ველურ პირობებში მარტივი კერძები რომელსაც თქვენც აუცილებლად როცა მეგობრებთან ერთად ბახმაროში ამოხვალთ და ან სხვა თისკურურზე ახვალთ თქვენ ძალიან მარტივად მოამზადოთ დღეს გავაკეთებ ხმოს ნეკნებს შემწვარ მწვანელობიოსთან წიწაკასთან ხავხთან და კარტოფილთან ერთად უმარტივესია და რაც მთავარია მევგალის ჩემი საყვარელი მევგალის იოგურტის соус გავაკეთებ რომელიც ხბოს ამ შემწვარ ნეკნებს ძალიან მოუხდება და გააგრილებს ასე ვთქვათ დავიწყებ ახლა და ძალიან მალე და მარტივად მორჩები ამ ყველაფერს ჯერ პირველ რიგში ხორცს ჩემ ჯორკოზე მოვთავსდები ჯერ და ხორცს როგორც იქნა ამდენი თვია ვიღებთ და პირველად დავჯექი ხო ხორცს ცოტათი დავამუშავებ, რომ ის ზედმეტი აპკი, როგორც ჩვენ გვჩვევია და ბევრჯერ მithქვამს, რომ უნდა მოვაშოროთ ხორცს. მოვაშორებ ზეითუნის ზეთი, პილპილი, მარილი, ცოტა დაღერგილ კი არა და შებოლილ პაპრიკას უზამ, უცხო სუნელს და ხმელქინს გავუკეთებ და ამაში ამოვტუტყნი, ეს სიტყვა ხო იცით, როგორ გიყვარს გურულებს და ისე შევწავ. და რაც თავარია ხრეში მარილი, მსხვილი მარილი. შევტყნოთ.
რა მოწყენილები უყურებთ? რომელი საჭმელი გიყვართ ყველაზე ძა? რისი ხორცი? წვადი გიყვარს ესე იგი, ჰა? შენ? გოგუებო თქვენ? უკვე გოგოშკურებიც გამოუშვით ცოტა რა. ოჯახური. რამე დესერტი რო თქვათ? ან სალათი რო თქვათ? აკეთებ ამზადებ? რომელ სალათს ამზადებ? კიტრი პომიდორის? როგორ ამზადებ? რა თქმა უნდა, ყოჩა. ო? გამატება მაიონეზს. ო? მაიონეზ მე გასწავლი შენ როგორ უნდა გააკეთო შენ. დიდი გოგო რო გაიცნობიო. მე და ბურევ ერთმანეთში. მარტო მაიონეზს ამატებ? მარტო მაიონეზს და კიდევ რაღაცა შეიძლება რაღაცები წვანილებს არ უკეთებ? წვანილებსაც ვამატებ. ხო რომელ წვანილებს ხო იცი მაგას მნიშვნელობა? პეტრუშკა დაეგეთები. პეტრუშკა. რეჰანს არ უკეთებ? ა? სეზონზე. მაიონეზი ამოაგდე მაგიმიდან, მაგ სალათიდან, გაუკეთე ძმარი, სხვათა შორის ცადე, ხო უკეთე. და მაგრა უხდება კახურიზეთი, ხა ქობულეთში არ ვიცი არის თუ არა კახურიზეთი, მაგრამ ერთ წყალ თბილისიდან იქა ვინმეს გამოაგზავნე. ბოდიში მაყურებელს ვეტყვი, რომ მიდის აქ სამუშაოები, ბახმა რო ვითარდება, როგორ ვითარდება, კარგად უსუდათ. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ვითარდება და ბევრი სამუშაოები მიდის და ეს ხმა რო შემოვარდება ჩვენთან კაცში, არ გვიწყინოთ და არ შეიმჩნიოთ მოკლედ. რაც შეეხება სალათს, კიდე რა სამზადებ? გოგა. კიდევ ვამზადებ სენდვიჩებს. აჰა. კიდევ რაღაცა სასმელებსაც ვამზადებ. ბანანის მუზით შემიძლია გავაკეთო. ცივი ყავა, კაფიანი ტკბილი. ოკი, მომინდა ახლა ცივი ყავა. უი, ცივი ყავა მე მაქვს. მოდი გაგასინჯებთ. აუ ჭიქები მომეცით? მეც ვიცი გაკეთება ცივი ყავას და პიჭის. პიტნით აკეთებ? ხო. აბა ცივი ყავით ვის გაგიმასპინძელთ ბავშვებო, ოღონდ ხო იცით თქვენთვის ყავა ესე ძალიან ბევრი არ შეიძლება. უბრალოდ გაგასინჯებთ. აი? და არ იფიქროთ რომ რამე. ბევრს არ გასმით. დიდები რო გაიზდებით, მერე ეგიძლიათ. მომიტან ჭიქებს. ვაშკაცი კაცი ხარ, მაინც გოგოებს მაგაზე ვერ შევაწუხებ, აი? რამდენი ვართ, აბა დავითვალოთ. ბავშვების არ შეიძლება ყავა. მოდი აბა დავიწყოთ. მე ვსვამ კაფიან ყავას. ხო იცი ბევრი ყავა არ შეიძლება. ხო იცი ისა რო იცოდე ესეთი რაღაცები არ უნდა დავუწყოთ. იმიტომ რომ ბუნება დანაგვიანდება მაგით, კაი? ეგ სანაგვეში იქეთ გადავახოთ. აბა ქალბატონო გასინჯეთ. არაფრის. შემდეგი ორზანიც ვამაყენებთ. უბროსი კაცი ვარ. აბა? ეხა ზუსტად. გოგლიკ. შენეს. მოიყუდე კაცურად. შებერე. სანამ ბოსნეული კარტოფილი და ხორცი იწვება, ამასობაში როგორც ვთქვი, უნდა მოვამზადო ბერძნული ნატურალური რძისგან დამზადებული იოგურტის соуსი. რისთვისაც დაგჭირდება ბევრი არაფერი, იმიტომ რომ
ძალზედ ნატურალურია თავად თვით იოგურტი. უბრალოდ ცოტა ხასიათს შევძეთ ქართულს, დავამატებთ ნიორს, ცოტა მარილს და შებოლილ პაპრიკას კიდე ზემოდან მოვაყრირო, სილამაზეც შევძინოთ და თავისი სპეციფიური გემოც, არომატიც აიღოს. დავასრულეთ соуსის მომზადება. რაც არ მithქვამს წინა სიტყვაობაში ის არის, რომ ღვინის ძმარი დავამატე და ცოტა ზეითუნის ზეთიც. ეხლა რომ გავალამაზო კიდე და რაც გითხარით, გემოთ შევმატო. მოვაყრი შებოლილ პაპრიკას. თვათ ვერ გავამაზდა ქარმა წაიღო არასწორი მიმართულებით. თუმცა ესეთ პირობებში სილამაზეზე დიდად არ უნდა იფიქრო. აჰა, ბოსტნეულს მზად არის, მოდი ამის ხელით. აჰა. ეს მეოთხე ნეგნი ჩვენ ჭურჭელზე აღარ მოთავსდებოდა და აგერ სანამ ავაწყობ თებზე, აგერ შეგვიძლია ჩავჭრათ. აი. აწყობა აღარ უნდა ამკრეთ. მაგრამ ერისა და ბერის წინაშე მაქვს ვალდებულება, რომ კერძი დავასრულო. აუ, რა კაია, იცით? უნდა ჩავიფიქრო, მოკლედ პირველად მოვამზადე ბახმაროში კერძი და პირველთან გავსინჯო. თუ ფული მექნა, უკანაც ვისვრი. თლიან არ მოგერიდებოდა, თლიან ნაჭერს გავსინჯამ, ამოვავლებ. მევგალის соуში. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, ცოტა ხნით შეეშვით ღორის ხორცის წვას, აიღეთ ხბო, აიღეთ ბატკანი, აიღეთ ცხვარი, კურდღელი და ასე შემდეგ და აი ესეთ გარემოში ცადეთ მისი მომზადება. უგემრიელესია, უნაზესი არის და ძალიან ჰაეროვანი და გემრიელია და მე მგონი ბახმაროს ძალიან მოუხდა ეს გემო, ეს ჩხუბი არ გეგონოთ. თქვენ კი უნდა დაგვალაიქოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ ბახმაროშიც ამოვიდეთ, გომის მთაზეც ავიდეთ და კოსმოსშიც გავფრინდეთ. ასე რომ კოცით, გემშვიდობებით, დროებით. ამის გავაგზავნებთ.